სურთ გაიგოთ სიმართლე, რომლის თქმაც აქამდე არავის გაუბედავს? თქვენ ხაფანგში ხართ. დიახ, თქვენ უხილავ კედლებში ხართ გამოწყდეული, თქვენს მიერ შექმნილ გალიაში გამოკეტილი. ეს ციხე ერთ ღამეში არ აშენებულა, არა, ის ნელა ზედმიწევნით აგურით აშენდა. ყოველი არჩევანით, რომელიც გააკეთეთ, არა თქვენი სურვილების, არამედ სხვების ფიქრების საფუძველზე. ყოველი ოცნებით, რომელსაც წარუმატებლობის შიშით თაროზე გადადებთ. ყოველი ღიმილით, რომელსაც იძულებით აძლევთ შიგნით ამომავალი კივილის დაფარვას, თქვენ აძლიერებთ თქვენს გარშემო არსებულ კედლებს. გრძნობთ ამ შებოჭილობას მკერდში, ამ დამთრგნელ ზეწოლას, რომელიც თქვენს სულს აწვება. ეს არ არის მხოლოდ შფოთვა, ეს არ არის მხოლოდ სტრესი, ეს არის რაღაც ბევრად უფრო ღრმა და დამანგრეველი, ცხოვრების დამანგრეველი სიმძიმე, რომელიც ნამდვილად არ გიცხოვრიათ. ცხოვრება, რომელიც შექმნილია აუდიტორიისთვის, რომელსაც არასდროს მოუთხოვია პარმადგენა. ცხოვრება, რომელიც მორგებულია იმ მაყურებლების სიამოვნებაზე, რომლებსაც არც კი აინტერესებთ საკმარისად, რომ გაიგონ შოუს მიღმა არსებული ძალისხმევა. დაიცით რა ხდის ამას კიდევ უფრო გულდასაწყვეტს? არავის გთხოვათ ამის გაკეთება. არავინ მოგთხოვდა თავისუფლების კონფორმიზმზე გაცვლას. არავინ დაჟინებით მოითხოვდა თქვენი არსის, უნიკალურობის, ხმის მიტოვებას. რა მსხვერპლი გაიღეთ? ეს თვით დაწესებული იყო. თქვენ ნებაყოფლობით დანებდით. თქვენ სხვების მოლოდინებს მიაბეთ თავი. თქვენი ვინაობის ნაწილები დათმეთ ხანმოკლე მოწონების სანაცვლოდ. აპლოდისმენტების ღრუხმის სანაცვლოდ, რომელიც ისევე სწრაფად ქრება, როგორც მოდის. და ახლა, როდესაც საკუთარ თავში იყურებით, ნამდვილად იყურებით, რას ხედავთ? რა დარჩა, რაც ნამდვილად თქვენ ხართ? თქვენი სულის რომელი ნაწილები რჩება ხელუხლებელი, შიშისგან ჩამოუყალიბებელი, დაუცველი კუთვნილების სასოწარკვეთილი სურვილისგან დაუზიანებელი? ეს არის თქვენი ანგარიშწორება. არ დაგმობა, არამედ სიცხადის მომენტი. შანსი დაანგრიოთ კედლები და თავიდან დაიწყოთ. არა მათთვის, არამედ თქვენთვის. მათ დაგაჯერეს, რომ კონტროლი იყო გასაღები. მათ გაყიდეს ილუზია, რომ თუ თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტს მართავდით, ყველაფერი კარგად გამოვიდოდა. ყველაფერი იდეალური იქნებოდა. გსურთ იცოდეთ სიმართლე, რომლის თქმასაც ვერავინ ბედავს? აბსოლუტური კონტროლი ტყუილია. გონებრივი ხაფანგი, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ დაკავებული, გაფანტული და გათიშული გყავდეს სინამდვილეში მნიშვნელოვანისგან. რაც უფრო მეტად იპყრობ კონტროლს, მით უფრო მეტად ეშვები შფოთვისკენ, ჩუმის სასოწარკვეთისკენ, ცხოვრებისკენ, რომელსაც ვერასდროს ამთავრებ, რადგან ყოველთვის დაკავებული ხარ იმისთვის მოსამზადებლად, რაც არასდროს მოვა. ოდესმე დაფიქრებულ ხარ, რატომ გზნობ ამ აუხსნელ სიცარიელეს მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს, ყველაფერი გაქვს, ეს იმიტომ ხდება, რომ ის რაც გაქვს, სინამდვილეში შენი არ არის. შენი წარმატება, შენი ურთიერთობები, შენი აზრებიც კი დაბინძურებულია მუდმივი წუხილით იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვავენ ისინი სხვები. და რაც უფრო მეტად ეძებ გარეგან დადასტურებას, მით უფრო შორს მიდიხარ შენი ცენტრიდან, იმ ჭეშმარიტი არსისგან, რომლის ამოცნობაც ოდესღაც იცოდი, მაგრამ ახლა ძლივს გახსოვს. მიშელ დე მონტენი. მისი ჩუმი კოშკიდან მე-16 საუკუნეში ნათლად დაინახა ის, რაც დღეს არ გინდა მიიღო, რომ განშორება არ არის გულგრილობა, არამედ ერთადერთი გზა ნამდვილი თავისუფლებისკენ. მან გაიგო, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ხაფანგში, არა გარემოებების, არამედ ჩვენი ავამტყოფური მცდელობის, რომ გავაკონტროლოთ უკონტროლო, ჩვენი აკვიატებით, რომ ნებისმიერ ფასად თავი ავარიდოთ კრიტიკას. მაგრამ რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ განშორება, რომლიცაც ასე გეშინიათ, ზუსტად ის გასაღებია, რომელიც თქვენი თავისუფლების კარს აღებს? რა მოხდება, თუ ერთი წამით გაბედავთ ამ თოკის გაშვებას? ისე მაგრად ეჭიდებით ამ თოკს, რომელიც თქვენი აზრით გიშველით, სინამდვილეში კი ეს ნელ-ნელა გახრჩობთ.
რადგან აი პარადოქსი, რაც უფრო მეტად ცდილობთ კონტროლს, რაც უფრო ნაკლები კონტროლი გაქვთ სინამდვილეში, რაც უფრო მეტად ცდილობთ სიაოვნების მიღებას, მით უფრო ნაკლებად ავთენტური ხართ და რაც უფრო მეტად ეწინააღმდეგებით ცვლილებას, მით უფრო ძლიერად დარტყმა მიაყენებთ მას, როდესაც ის გარდაულად მოვა. სამხარო არ ფუნქციონირებს თქვენი კონტროლის ქვეშ და არასდროს ფუნქციონირებს. ამის მიღება სისუსტე არ არის. ეს სიბრძნეა. ცხოვრება თავის ქაოსსა და არაპროგნოზირებადობაში მოითხოვს რაღაც ძალიან მარტივ, მაგრამ საშნელ გაშვებას. გათავისუფრდით მოწონების მოთხოვნილებისგან. გათავისუფრდით წარუმატებლობის შიშისგან. გათავისუფრდით იმ ცრუ იდენტობისგან, რომელიც შექმენით სხვების განსჯისგან თავის დასაცავად. წარმოიდგინეთ ერთი წამით რა მოხდება თუ შეწყვეტთ სხვების მოსაზრებებზე ამდენს ფიქრს. ვინ იქნებოდით ამ მუდმივი შიშის გარეშე? რა სიზამდი რომ ისოდე არავინ განგიკითხავდა. ის ადამიანი, რომელსაც ახლა გონებაში ხედავ, საკუთარი თავის ის ვერსია, რომელიც გონებრივი ჯაჭვების გარეშე ცხოვრობს, არის ის, ვინც სინამდვილეში ხარ. მაგრამ ამ არასასიამოვნო რეალობის მიღმა რაღაც უფრო ბნელი, უფრო ღრმა იმალება. მე. და ეს არის ის, რომ გეშინია კონტროლის დათმობის, რადგან გულის სიღრმეში არ იცი ვინ ხარ ამ ჯაჭვების გარეშე. გეშინია აღმოაჩინო, რომ შენი ვინაობა იმდენად განზავებულია, იმდენად შერეულია გარეგნულ სამყაროსთან, რომ ამ ყველაფრის გაშვების შემდეგ შესაძლოა არაფერი დარჩეს. მაგრამ აი განმათავისუფლებელი და სასტიკი სიმართლე, რომელიც მონტამ საუკუნეების წინ თავისი კოშკიდან ჩაშურჩულა, როდესაც გაუშვა ის, რაც არ ხარ. პირველად ნათლად ხედავ ვინ ხარ. თავისუფლება, რომელსაც ეძებ, უბრალოდ იმ შიშის მეორე მხარესაა, რომელიც ახლა გაპარალიზებს. ის არც თვითდახმარების წიგნშია, არც მოტივაციურ რჩევებში და არც რაიმე მისტიკურ საიდუმლოში. ის აქ არის, ამ ზუსტ მომენტში გელოდება. როდის გექნება საკმარისი გამბედაობა, რომ შენს ცხოვრებას თვალი გაუსწორო და თქვა: აღარ მჭირდება არავის მოწონება. აღარ მჭირდება არაპროგნოზირებადის კონტროლი. აღარ მჭირდება იმის მოჩვენება, ვინც არ ვარ. ახლა მითხარი, მზად ხარ გაუშვა თუ გააგრძელებ კონტროლს იმის ცოდნით, რომ ყოველი დღე, რომელიც გადის, უფრო შორს მიგიყვანს შენი ნამდვილი არსისგან. ეს მხოლოდ დასაწყისია მოგზაურობისა, რომლის გავლას შეიძლება არ გინდოდეს, მაგრამ სასოწარკვეთილად გჭირდება და გადაწყვეტილება მხოლოდ შენს ხელშია. იცხოვრებ შენს მიერ აშენებულ ოქროს გალიაში გამოკეტილად, თუ აიღებ რისკს და უცნობში გადახდებით თავისუფლებაში, რომელიც შეიძლება შეგაშინოს, მაგრამ საბოლოოდ ცოცხლად გაგრძნობინოს თავი. კეთილი იყოს შენი მომბრძანება განშორების ფილოსოფიაში, შინაგანი თავისუფლებისკენ სწრაფვაში, რომელიც შეცვლის აბსოლუტურად ყველაფერს, რაც შენს შესახებ იცოდი. გზა შემაშფოთებელია, მაგრამ გარწმუნებ, რომ ამ თავისუფლებისკენ სვლაზე უფრო საშინელი ერთადერთი რამ არის ზუსტად იქ დარჩენა, სადაც ახლა ხარ. დარწმუნებული იყავი, რომ მიზნების მიღწევა ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ რა მოხდებოდა თუ აღმოაჩენდი, რომ ამ მიზნების უმეტესობა არასდროს ყოფილა შენი. მთელი ცხოვრება ცდილობდი სხვებისთვის აშენებულ კიბეებზე ასვლას. არასდროს დაფიქრებულ ხარ, ნამდვილად გინდოდა თუ არა იქ მოხვედრა და ახლა, როცა ასე მაღლა ხარ, რას ხედავ იმ პანორამაში, რომელზეც ოცნებობდი, თუ უბრალოდ იმის დამახინჯებულ ანარეკლს, რაც სხვა სურდა რომ ყოფილიყავი. ჩვენ შეპყრობილები ვართ წარმატების იდეით და გჯერა რომ გარკვეული მიზნების მიღწევა საბოლოოდ მოგვიტანს სიმშვიდეს. მაგრამ ოდესმე დაფიქრებულ ხართ რა არის ზუსტად წარმატება და რაც მთავარია, ვისი წარმატება. შესაძლოა უკვე მიაღწიეთ რამდენიმე იმ მიზანს, რომელიც სწორი რამის შესწავლით უნდა გაბედნიერებდეთ. იმუშავეთ იქ, სადაც ეს შეესაბამება. ურთიერთობდით სწორ ადამიანებთან და მაინც გრძნობთ, რომ რაღაც გაკლიათ. ეს გრძნობა ის არასასიამოვნო სიმართლე, რომელიც ღამით გაღვიძებთ, არის ხმა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში უგულებელყოფდით. თქვენი ავტენტური არსი მოითხოვს მოსმენას. მონტენმა აღმოაჩინა თავისი პატიმრობისას, სამყაროს ხმაურისგან მოშორებით, რაღაც გამჟღავნებელი და საშიში, რომ ნამდვილი წარმატება სულაც არ გავს იმას, რაც გიყიდეს. ეს არ არის სოციალური პოზიცია, არც ქონების დაგროვება, არც გარეგანი აღიარება. ჭეშმარიტი წარმატება, ისეთი რომლისკენაც მხოლოდ რამდენიმესა აქვს გამბედაობა, არ იზომება სიმდიდრით, დიდებით ან საზოგადოებრივი მოწონებით. ის მდგომარეობს იმაში, რომ იცხოვროთ ცხოვრებით, რომელიც სრულად შეესაბამება თქვენს ნამდვილ ბუნებას. მაგრამ
ავთენტურობის ამ დონის მიღწევას უფრო ღრმა რამ ჭირდება. გამბედაობა, რომ აღმოაჩინოთ, ვინ ხართ სინამდვილეში ზედაპირის ქვეშ. ეს ნიშნავს მოლოდინების ფენების მოშორებას. იმ ფრთხილად აგებული პერსონისგან გათავისუფლებას, რომელსაც წლების განმავლობაში წარადგენდით მსოფლიოსთვის და საკუთარი თავის ნედლი, გაუფილტრავი ვერსიის წინაშე დგომას, რომელიც ნიღბის ქვეშ არსებობს. სიმართლე ისაა, რომ ბევრ ჩვენგანს იმდენი ხანი ეკეთა ნიღბები, რომ დაგვავიწყდა კიდეც რომ მათ ვატარებდით. ჩვენ ყოველდღიურად ხვდებით შესრულების ექსპერტები, მხოლოდ იმისთვის, რომ დავაკმაყოფილოთ სხვებისგან მიღებული სტანდარტები. და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყოველთვის ვერ შევამჩნიოთ ეს, ამ მუდმივი შესრულების ფასი უზარმაზარია. ეს გუხლის როგორც გონებრივად, ასევე ემოციურად, რადგან უზარმაზარ ენერგიას უდევთ იმ იდენტობის შენარჩუნებაში, რომელიც სინამდვილეში ჩვენი არ არის. გონება, მიუხედავად იმისა, რომ დაუნდობელია, გვიბიძგებს ილუზიის შესანარჩუნებლად. მიუხედავად ამისა, გულის სიღრმეში ყოველთვის არის ჩუმი ამბოხი. ჩვენში რაღაც ეწინააღმდეგება ტყუილს, რაღაც რაც ადრე თუ გვიან დაიწყებს ფასადის გატეხვას. შეგიძლიათ სცადოთ მისი გაჩუმება, ყურადღების განფანტველი ფაქტორებით დახრჩობა ან საკუთარი თავის დარწმუნება, რომ ის არ არსებობს, მაგრამ ეს ხმა მაინც დარჩება. აი სიმართლე, რომელიც შეიძლება არასასიამოვნო იყოს, მაგრამ უდავოდ განმათავისუფლებელი. სანამ როლებისა და პერსონაჟების მიღმა იმალებით, ვერასდროს იგრძნობთ ნამდვილ სიმშვიდეს. სტრესი, შფოთვა, სიცარიელე, რომელსაც გრძნობთ, ეს საიდუმლო არ არის. ეს არის გარდაუვალი შედეგი იმისა, რომ ცხოვრობთ ისეთი ცხოვრებით, რომელიც აგებულია სხვების დასაკმაყოფილებლად და არა საკუთარი თავისთვის. ახლა კი რთული ნაწილი გადადის. ის, რომელთანაც ბევრი თავს არიდებს დაპირისპირებას. როგორც ფილოსოფოსმა მონტანამ აღნიშნა, ადამიანების უმეტესობა თვითშემეცნებასთან გაკავშირებულ გაურკვევლობას ნაცნობი, მაგრამ უკმაყოფილო ცხოვრების კომფორტს ამჯობინებს. ბევრისთვის საშინელია ყველაფრის რისკის ქვეშ დაყენება საკუთარი ნამდვილი ვინაობის მისაღებად. ამიტომ ისინი თანხმდებიან. ისინი იღებენ ცხოვრებას, რომელიც ნახევრად გატარებული ჩანს. ბედნიერების წარმავალ მომენტებს ეჭიდებიან და არ სურთ უცნობთან შეხვედრა ნამდვილი კმაყოფილების საძიებლად. ასე რომ, კითხვა ასეთია: სად დგახართ? ხართ თუ არა ერთ-ერთი იმ იშვიათ თაგანი, ვინც მზადაა ავთენტურობისთვის კომფორტი გარისკოს? ვინც საკმარისად მამაცი არის, რომ საკუთარი თავის ჭეშმარიტად პოვნის მოგზაურობას შეუდგეს? თუ ხართ მათ შორის, ვინც რუტინის დამამშვიდებელ უსაფრთხოებას ამჯობინებს, ყოველდღიურ ციკლს, რომელიც დაკავებული, გაფანტული და კომფორტულად გაშორებთ თქვენი ღმალტოლვებისგან, რადგან არ შეცდეთ, რუტინა შეიძლება იყოს ძლიერი დამამშვიდებელი. ის თვითკმაყოფილებაში გაყენებთ, აჩლუნგებთ თქვენს ცნობის მოყვარეობას და დროთა განმავლობაში ნაზად აქრობს თქვენი ნების ცეცხლს. მაგრამ რასაც ვერ ხედავ, არის ის, რომ ეს აშკარა უსაფრთხოება ძალიან მაღალი ფასით მოდის. შენი შინაგანი თავისუფლებისა და თავისუფლების სრული დაკარგვა, თუმცა ბევრი მას ნებისმიერ მომენტში ყველაფრის კეთებაში ურევს, სინამდვილეში ბევრად უფრო ღრმა რამ არის. თავისუფლება არის გამბედაობა იყო საკუთარი თავის ერთგული, თუმდაც ეს მოლოდინების გამოწვევას ნიშნავდეს. რეგულაციების დარღვევა და ზოგჯერ იმ ადამიანების იმედგაცრუება, ვინც ყველაზე მეტად გიყვარს. შესაძლოა ამ ეტაპზე ფიქრობ, რა მოხდება თუ ავთენტურობით დავკარდო ყველაფერს, რაც აქამდე მივაღწიე. და აქ ჩნდება კიდევ ერთი პარადოქსი. თუ ნამდვილად გჭირდება იმის მოჩვენება, რომ ინარჩუნებ იმას, რაც გააქვს, მაშინ ის თავიდანვე არასდროს ყოფილა შენი. ჭეხმარიტი ურთიერთობები, პროექტები, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია, მიღწევები, რომელთა შენარჩუნება ძღირს, მე იდეალურად გადავრჩები ავთენტურობით. პირიქით, მხოლოდ ავთენტურობით აღმოაჩენ რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი და რა უბრალოდ ადგილს იკავებდა. სინამდვილეში ბევრად ნაკლები გაქვს დასაკარგი, ვიდრე წარმოგიდგენია და ბევრად მეტი მოსაპოვებელი, ვიდრე გჯერა. მაგრამ რა თქმა უნდა, ჯერნაბიჯი უნდა გადადგა. ეს ნახტომი უცნობში, ცხოვრებაში, რომელსაც სრულად არ აკონტროლებ, მაგრამ რომელიც სულ მცირედ ნამდვილად შენი იქნება. და აქ კვლავ ჩნდება მონტის ცენტრალური იდეა, რომელიც გვახსენებს, რომ განშორება არ ნიშნავს იმის მიტოვებას, რაც გიყვარს, არამედ იმის გაგებას, რომ მხოლოდ აბსოლუტური თავისუფლებიდან შეგიძლია გიყვარდეს და ჭეშმარიტად ააშენო ყველაფერი, რაც გაქვს შფოთვისგან. და მიჯაჭვულობა საბოლოოდ შენს დაუფლებას იწვევს. აიგზავნილი. არავინ გეუბნება, რომ უმეტესობა ცხოვრობს იმის დაკარგვის სიშით, რაც აქვს, რადგან არასდროს მისცეს საკუთარ თავისუფლება აღმოეჩინათ, რა მოხდებოდა მისი დაკარგვის შემთხვევაში. ისინი სასოწარკვეთილად ეჭიდებიან ურთიერთობებს, სამსახურს, წინასწარ შექმნილ იდენტობებს
და ამ ცდელობაში ივიწყებენ, რომ რეალური ცხოვრება იწყება მაშინ, როდესაც შეწყვეტ მიჯაჭვულობას იმაზე, რაც არ წარმოადგენს შენს თავს. მაშ რას აპირებ ახლა? გააგრძელებ ცხოვრებას ინერციით, გეშინია იმის აღმოჩენის თუ ვინ ხარ. თუ საბოლოოდ გექნება საკმარისი გამბედავობა, რომ გაუშვა ცნობილი და ჩაეშვა გაურკვევლობაში, რომელიც გაშინებს, მაგრამ შეიცავს შესაძლებლობას აღმოაჩინო რაღაც ბევრად უფრო ღირებული, ვინ ხარ სინამდვილეში, კონტროლის, მოწონებისა და შიშისგან შორს. ეს არის გზა. მუნტაგი თავისი ჩუმი კოშკიდან გავიდა და ეს იგივე გზაა, რომელიც ახლა თქვენს წინაშეა. გაბედავთ მასზე სიარულს თუ დათანხმდებით საკუთარი არსებობის მაყურებლად დარჩენას? პასუხი მხოლოდ თქვენზეა. ამ ხაზის გავლის შემდეგ შეგვიძლია შევისწავლოთ თუ როგორ არის მოთხრობის აქტი არა მხოლოდ ცოდნის ან ემოციების გადაცემის საშუალება, არამედ ჩვენი იდენტობის ძიების ღრმა სარკე. როდესაც ჩვენ ყვებით, შეგნებულად თუ არაცნობიერად, ჩვენ ვდგავართ იმის ანარეკლის წინაშე თუ ვინ ვართ, ან რა გვსურს ვიყოთ. შემდეგ თხრობა ხდება თვითშესწავლის ძლიერი ინსტრუმენტი, სადაც თითოეული პერსონაჟი ან სიტუაცია ასახავს ჩვენს ღრმა სურვილებს ან ჩვენს ყველაზე ფარულ შიშებს. ხშირად გვავიწყდება, რომ ხატრული ლიტერატურა ასევე ცხოვრების რეპეტიციის საშუალებაა, ერთგვარი ემოციური სიმულატორი, რომელშიც შეგვიძლია ვიცხოვროთ მრავალი ბედით რეალური რისკების აღების გარეშე. ამიტომ, კოლექტიური გაურკვევლობის ან კრიზისის დროს, ისევე როგორც ჩვენ ვცხოვრობთ, ისტორიები კიდევ უფრო აქტუალური ხდება. ისინი ერთდროულად გვთავაზობენ თავშესაფარს და კათარზის. მაგრამ კომფორტის მიღმა. ისინი ასევე გვაძლევენ გაბედულების საშუალებას, რომლის გამოვლენასაც იშვიათად ვბედავთ ყოველდღიურ რეალობაში. გვიწვევენ წარმოსახვითი ლიმიტის გადაკვეთისკენ და რადიკალურად განსხვავებული პერსპექტივების შესწავლას. და აქ ჩნდება საინტერესო საკითხი. რამდენად მოქმედებს ჩვენს ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზე ისტორიები, რომლებსაც საკუთარ თავს უყვებით. შესაძლოა შინაგანად შემუშავებული ნარატივი განსაზღვრავს თუ როგორ ხსნით გარე რეალობას, ფილტრავენ ჩვენს გამოცდილებას და უხილავად, მაგრამ მუდმივად აყალიბებენ ჩვენი ცხოვრების მიმდინარეობას. ამგვარად, მოთხრობის ძალა არა მხოლოდ სოციალური ან კულტურულია, არამედ ინტიმურად პირადიც, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ჩვენი აწყვეტა და მომავალი. იმ სიტყვებიდან, რომლებსაც ვირჩევთ საკუთარ თავისთვის იმისათმელად თუ ვინ ვართ, ეს კიდევ უფრო პროვოკაციულ კითხვამდე მიგვიყვანს. რა მოხდება თუ შინაგანად საკუთარ თავისთვის მოთხრობილი ისტორიის შეცვლა ჩვენი ბედისწერის გადაწერის გზა იქნებოდა? არ არის წარმოუდგენელი იმის ფიქრი, რომ ბევრი ადამიანი ცხოვრობს მემკვიდრეობით მიღებულ ნარატივებში, რომლებიც მთლიანად მათ არ ეკუთვნის. წარუმატებლობის ისტორიები, შეზღუდრები, დაკისრებული როლები. და მაინც, ისინი ურყევ ჯეშმარიტებებად მიიღება, ამ გაგებით საკუთარი ნარატივების დაბრუნება შეიძლება ღრმად რევოლუციური აქტი იყოს. საკუთარი თავის ხელახლა დაწერა, არა მხოლოდ მსხვერპლად, არამედ პროტაგონისტებად, რომლებსაც შეუძლიათ წარსულის მართვა და განსხვავებული მომავლის პროექცირება. გარდა ამისა არსებობს საინტერესო ფენომენი. ჩვენს მიერ მოთხრობილი ისტორიები გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმაზე თუ როგორ მოქმედებთ, არამედ იმაზეც თუ როგორ აღვიქვავენ სხვები. კარგად ჩამოყალიბებული ნარატივი იმის შესახებ თუ ვინ ვჯერა რომ ვართ, შეიძლება გახდეს ერთგვარი თვითშესრულებადი წინასწარმეტყველება, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობებზე, ჩვენს შესაძლებლობებსა და იმაზე თუ როგორ რეაგირებს სამყარო ჩვენზე. თითქოს შინაგანი ნარატივი იყოს ჩუმის სცენარი, რომლის შესრულებაშიც ყველანი უნებლიეთ ვეხმარებით. ამრიგად, ჩვენი პირადი ისტორიის შეგნებულად აგება არა მხოლოდ ინტროსპექციის საკითხია, არამედ ცხოვრებისეული სტრატეგიაც. მეორეს მხრივ, უნდა გავითვალისწინოთ წინაამდეგობების როლი პირად ნარატივში. ჩვენ არ ვართ ხაზოვანი არსებები და ჩვენი ისტორიები ამას არ უნდა იზიარებდეს. მდიდარი ნარატივი მოიცავს ბნელი ზონების ცვლინებებს. რა თქმა უნდა, წინაამდეგობები და ორაზროვნება მოიცავს ადამიანს მთლიანობაში. მართლაც, საუკეთესო ისტორიები არ არის ის, სადაც ყველაფერი იდეალურად ჯდება. მაგრამ ის, რაც გვტოვებს ღია კითხვებთან, დისკომფორტის მომენტებთან და სიმართლის ციმციმებთან დაბნეულობაში, სწორედ ამ არასრულყოფილებაში იმალება მოთხრობილის დაშესაბამისად, თავად ცხოვრების სილამაზე. და შესაძლოა, ამ ყველაფრის ყველაზე პოეტური ის არის, რომ ჩვენ არასდროს ვწვეთ საკუთარი თავის გადაწერას. ყოველი საუბარი, ყოველი შეხვედრა, ყოველი სიჩუმე ნარატივს კიდევ უფრო ამატებს. ჩვენ დაუმთავრებელი ტექსტის მარადიული მწერლები ვართ, ზოგჯერ შეგნებულები, ზოგჯერ კი არა, რომ ყოველი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა პატარა იყოს, ჩვენი ისტორიის ახალი ვერსიის გამოძერწვას წარმოადგენს. და თუ აქამდე წაიკითხეთ, შესაძლოა უკვე მიხვდით რაღაც ძლიერს.
ჩვენ არ ვართ მეორე ხარისხოვანი პერსონაჟები სხვების მიერ დაწერილ ისტორიაში. ჩვენ ვართ ავტორები, შემოქმედებითი პროცესის შუაგულში და მომხიბველი ის არის, რომ არ არსებობს საბოლოო ვერსიები. ყოველი დღე შეიძლება იყოს ახალი გვერდი. დიახ, მაგრამ ასევე გვერდი, რომელიც წინა გვერდებს გადაწერს. ის რაც გუშინ სევდიან თავს გავდა, დღევანდელი დღე შეიძლება წაიკითხოთ როგორც გარდამტეხი მომენტი ხელახლა დაბადებამდე და ეს შესაძლო ადამიანური თხრობის დიდი ალქიმია, რომელიც ნაწიბურებს სიმბოლოებად, შეცდომებს სიუჟეტად, გადახვევებს სიჩუმეს დაძაბულობად აქცევს. მაგრამ ფრთხილად იყავით, რადგან აიდგება საბოლოო გადახვევა. რა მოხდება თუ ცხოვრების ნამდვილი ხელოვნება ზუსტად არ ვიცით რა ისტორიას ხვებით. რადგან გაურკვევლობაში სილამაზეა იმაშიც, რომ არ ვიცით კომედიაში ვართ, ტრაგედიაში თუ ეპოსში, თითქმის ჯადოსნური თავისუფლებაა. ზოგჯერ ყველაზე შთამბეჭდავი ისტორიები არ არის ის, რაც დიდი აპლოდისმენტებით მთავრდება, არამედ ის, რაც გაიძულებთ, განაგრძოთ წერა, რადგან ყველაფერი ჯერ არ დასრულებულა. ამ თავის დასასრულს მივახციეთ. თუმცა, როგორც ხშირად ხდება, ის რაც დასასრულად გვეჩვენება, შესაძლოა სინამდვილეში რაღაც ახლის დასაწყისი იყოს. თუ ამ შეტყობინების რომელიმე ნაწილი თქვენში გამოხმაურებას იწვევს, ინტელექტუალურად, ემოციურად თუ სხვაგვარად, გირჩევთ გამოიწეროთ არხი და ჩართოთ შეტყობინებები, რათა არ გამოტოვოთ ამ მოგზაურობის გაგრძელება. თუ გსურთ, რომ აგამდე გაყვეთ, გთხოვთ კომენტარებში დატოვოთ შემდეგი ფრაზა. მე ხელახლა ვწერ ჩემს ისტორიას. ეს მარტივი განცხადება მაძლევს საშუალებას ვიცოდე, რომ აქ იყავით, სრულად ჩართული და რომ თავს ამ გააზრებული და მამაცი საზოგადოების წევრად თვლით. პიროვნებები, რომლებიც ცხოვრებას ცნობიერებით, ცნობის მოყვარეობითა და საკუთარი ნარატივების ჩამოყალიბების სურვილით უყურებენ. მოუთმენლად ველი თქვენს მობრძანებას შემდეგ ნაწილში. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვერ იპოვოთ ყველა პასუხი, რასაც ეძებთ, გარწმუნეთ, რომ წახვალთ უფრო ღრმა და შინაარსიანი კითხვებით. მანამდე კი თავისუფლად დახურეთ ეს თავი, მაგრამ წიგნი გვერდზე არ გადადოთ. შესაძლოა მომდევნო აბზაცში ყველაფერი შეიცვალოს. აბა დღეისთვის სულ ეს იყო. ვიდეოს ბოლოში ჩავწერეთ და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს რჩევები თქვენთვის სასარგებლო იქნება. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ამ არხის მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ. ამიტომ, თუ ამ ვიდეომ რამეში დაგეხმარათ, დაფიქრებაში ან სწავლაში, დატოვეთ მოწონება და კომენტარი თქვენი აზრების შესახებ, რათა მეტმა ადამიანმა აღმოაჩინოს სიბრძნის ძალა. თუ არ იცით რა კომენტარი დაწეროთ, აკრიფეთ 323, რომ შემატყობინოთ, რომ ბოლომდე მიაღწიეთ და თუ ჯერ არ გამოგიწერიათ, გთხოვთ გამოიწეროთ. და ახსოვდეთ, რომ თქვენი პიროვნული განვითარების გზაზე ყველა პატარა ნაბიჯი მნიშვნელოვანია. განაგრძეთ ძიესვლა გამარჯვებისკენ. გმადლობთ ყურადღებისთვის.